საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაცია გაიამ პირველი მასშტაბური კონფერენცია ჩაატარა, რომელზეც ესთეტიკური მედიცინის დარგში არსებული მოსალოდნელი რეგულაციები განიხილეს. ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციამ გააერთიანა ესთეტიკის სფეროს წარმომადგენლები და შექმნა გაია, რომელიც დარგის განვითარებაზე იზრუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტებისთვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის. დაახლოებით 10 წელი არის, რაც ასე ვთქვათ, მედიცინის ეს დარგი აქტიურად აგრძელებს ზრდას. ძალიან მოიმატა კოლეგების რაოდენობა, მოიმატა პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად რაღაცა სახით ერთ ჩარჩოში უნდა მოქცეულიყო ეს ყველაფერი, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი, ესე ვთქვათ, გაიდლაინი, არ არსებობდა არანაირი პროტოკოლი, რის მიხედვითაც იმუშავებდა ეს ხალხი, ვის ექნებოდა სწავლების უფლება, ვის ექნებოდა სწავლის უფლება, ვის ექნებოდა სხვადასხვა პროცედურების ჩატარების უფლება. ძალიან ბევრი კითხვა ჩდება, ძალიან დიდია ქაოსი და ამქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ასოციაცია, ორგანიზაცია, რომელიც იზრუნებდა ამ ხალხის დარგში მომუშავე სპეციალისტების, ასე ვთქვათ, უკეთესი მომავლის განვითარებისთვის. ასოციაცია შეიქმნა სულ რაღაც 6 თვის წინ, უკვე აერთიანებს 500-მდე დარგში მომუშავე სპეციალისტს, რომლებთანაც გვაქვს მუდმივი და მჭიდრო ურთიერთობა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს ასოციაცია იქნება, ესე ვთქვათ, შუამავალი რგოლი სახელმწიფოსა და დარგში არსებულ სპეციალისტებს შორის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დარგში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. ასოციაციის მიზანია ცნობადობის ამაღლება, პაციენტთა და პროფესიონალთა უფლებების დაცვა, ასევე დარგში არსებული სანდო ინფორმაციების გავრცელება და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა, რაც პაციენტებისა და დარგში მომუშავე სპეციალისტების პოზიტიურ ურთიერთთანამშრომლობას შეუწყობს ხელს. დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოხდა კონსოლიდაცია და გაერთიანება დერმატოვენეროლოგების, დერმატოკოსმეტოლოგების და ზოგადად ესთეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა. საქართველოში დღეს საუბედუროდ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ეს მიმართულება რაღაცნაირად მოქცეულიყო იურიდიულ ჩარჩოებში. ყველა ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელია, როგორც საექიმო, ასევე არასაექიმო სპეციალობების და აი ამ დღევანდელმა ღონისძიებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა. კონფერენციას ესწრებოდნენ ესთეტიკის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები და დარგში მოღვაწე ექიმები. კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ესთეტიკური მედიცინის საბაზრო პოლიტიკა, ესთეტიკურ მედიცინაში არსებული პრეპარატები და ინექციებისა და ფილერების ნაირსახეობები. პროფესიული დონე უნდა იყოს აკადემიური ყველა სისტემაში ჯანდაცვის მიმართულებით. ესთეტიკური მედიცინა არის ექიმების საქმე, აუცილებლად უნდა იყოს განხილული ყველა პრობლემა ექიმების მიერ, რომ შეფასდეს პაციენტის უსაფრთხოების საზღვარი, რომ განვითარდნენ ექიმები და იყოს ყველაფერი სათანადო დონეზე ესთეტიკურ მედიცინაში, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება. ავიცილოთ თავიდან გართულებები და თუ კი რამ სიახლეები არსებობს, ის დავდერგოთ აუცილებლად. აღნიშნული კონფერენციის მიზანი საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარებაა, რაც სფეროს უკეთ განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტების მორგებას გულისხმობს.